წარმოიდგინეთ, დროებით ჩამოშორდით სპორტს, მაგრამ დაბრუნებისთანავე ყველაზე დიდ ორგანიზაციაში მოხვდით. სადებიუტო ბრძოლა ჩაატარე და მოულოდნელად ყველა მომავალ ჩემპიონს გეძახის. შენი ძმაც კი, რომელიც UFC-ს რეიტინგის top 5-ში შედის, აღიარებს, რომ შენში რაღაც განსაკუთრებულია. I'm telling you, he's the next UFC world champion. Yeah, you think he's as good as you? Maybe he's even better than me. დღეს მოგიყვებით კაცზე, რომელსაც პირველი ქართველი ჩემპიონის წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. დაიბადა 96 წლის 28 იანვარს გერმანიაში. ბავშვობაში ქუჩაში ჩხუბი ხშირად უხდებოდა. ეს საქმე კი მას საკმაოდ კარგად გამოსდიოდა და მის ამდენ ენერგიას რაიმე მიმართულების მიცემა სჭირდებოდა. მისი ძმასავით პატარა ასაკში, როდესაც ოჯახი გერმანიდან საქართველოში ჩამოვიდა, იგი ბერძნულ რომაულ ჭიდაობას ეზიარა იმის იმედით, რომ ამ უდიდეს ენერგიას უფრო რაიმე ღირებულად, დისციპლინად გადააქცევდა. მაშინ ქვეყანაში არ იყო მთლად ძალიან კარგი მდგომარეობა და ამის გამო თოფურიებს საქართველოდან ესპანეთში, ალიკანტეში მოუწიათ გადასვლა, სადაც კლიმენტის MMA კლუბში დაიწყეს ვარჯიში. ტალანტისა და უდიდესი შრომის დახმარებით, ძმები რამდენიმე წლის შემდეგ უკვე მზად იყვნენ, რომ მთლიანი MMA-ის სამყარო ხელში აიღოთ. ჩემი ვიდეოები თუ მოგწონს, გამოიწერი არხი. 2015 წლის 4 აპრილი, დღე, როდესაც ძმებ თოფურიებს ერთსა და იმავე დღეს ერთ ღონისძიებაზე ჰქონდათ დებიუტი. პირველი ვინც ოქტაგონზე ავიდა, ეს ილია იყო. მატადორს საერთო ჯამში 4 წუთიც კი არ დასჭირდა იმისთვის, რომ ოპონენტი მოიხრჩო და პირველივე რაუნდში გაემარჯვა. აქედან ძალიან მალევე კი ოქტაგონზე ალექსანდრე ავიდა. ბრძოლის დაწყებიდან რამდენიმე წამში ალექსანდრე მეტოქე ჰაერში აიტაცა და მიწაზე გააბრტყელა. ყველას ანახა, თუ გრეპლინგში როგორი მრავალფეროვანია. ბოლოს ოპონენტს არამბარი გაუკეთა და ბრძოლაც მოიგო. აქედან რამდენიმე თვეში ძმებს კიდევ ერთი საერთო MMA ივენთი ჰქონდათ. კლიმენტ შოუ MMA-ის მეოთხე ღონისძიებაზე. პირველი ამჯერადაც ილია იყო, რომელსაც ოქტაგონზე ასულს საერთო ჯამში 2 წუთიც კი არ დასჭირდა იმისთვის, რომ მისი მეტოქე დანებებულიყო. ხოლო რაც შეეხება ალექსანდრეს, მისი მეტოქე საკმაოდ კარგი დაცვითი უნარებით გამოირჩეოდა, თუმცა ამას ხელი საერთოდ არ შეუშლია ქართველისთვის იმაში, რომ მისი დაცვა შუაზე გადაეხსნა, დაჯაბნა ფეხზე და თითქმის ყველაჯერ დაბლოკა მისი მოწინააღმდეგის მიერ შესრულებული ტეიქდაუნი. მერე თვითონვე ჩაიყვანა დაბლა, კარგად დაამუშავა, ყველასთვის მოსალოდნელად ზურგი აიღო და მეტოქე მოახრჩო. აქედან დიდი ხანი არ იყო გასული, როდესაც ელ კონკისტადორი ოქტაგონს დაუბრუნდა, ბულგარელი დებიუტანტის, ივო ივანოვის წინააღმდეგ. ბრძოლა ქვემსოფლბრძოლაში გაიმართა. მისი მეტოქე ალექსანდრეზე ბევრად მძიმე და მასიური იყო. პირველ რაუნდს თავი ქართველმა ძალიან კარგად გაართვა. რამდენჯერმე წარმატებულად შევიდა ფეხში და მშვენივრად მუშაობდა. თუმცა მეორე რაუნდში ყველაფერი შეიცვალა. ივანოვის მასიურმა ტანმა და მძიმე ხელებმა საბოლოოდ იმოქმედა. თოფურიას ამდენი გრეპლინგით ენერგია გამოეცალა და ბოლოს ბრძოლა ტექნიკური ნოკაუტით წააგო. ეს იყო მომენტი, როდესაც ალექსანდრე ყურადღების ცენტრიდან ცოტა ხნით გაქრა. ცოტა ხანში 6 წელს გულისხმობ. ებრძოდა ტრამვებს და შესვენება სჭირდებოდა, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა და იგი კვლავ მისი ძმის ილიას უცვლელი საყრდენი იყო. გვერდიდან არ მოშორებია მთელი თავგადასავლის განმავლობაში. ილია კიდევ პლანეტის ყველაზე ელიტარულ ორგანიზაციაში მოხვდა. მატადორი UFC-ს 2020 წელს შეუერთდა და მას სულ რაღაც 3 ბრძოლა დასჭირდა იმისთვის, რომ ყველასთვის დაინახა დივიზიის ახალი ცივსისხლიანი მონსტრი. ეს ყველამ განსაკუთრებით პირველად რაიან ჰოლის წინააღმდეგ ბრძოლაში ნახა. ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს ნამდვილი მასტერი ქართველმა თამაშიდან საკმაოდ მარტივად გამოთიშა. თანაც ისე, რომ მატადორს ჰოლმა თითქმის ვერაფერი ვერ დაუპირისპირა. ამდენი მიწაზე ხოხიალი რას უშველიდა. ბოლოს ილია მაინც იპოვა ის თავისუფალი წერტილი და მუშტი შუბლში პირდაპირ ტყვიესავით ჩააჭედა და მერე თვალებღია ნოკაუტში გაუშვა. რა თქმა უნდა, ძმის ასეთი წარმატებების ყურებამ, რომლის მთავარი ნაწილის თვითონ იყო, ალექსანდრეში ჩამქრალი ცეცხლი აანთო და ბრძოლის სრული ახლიდან გაუჩნდა. ხოდა კონკისტადორი სადგა და მისი დაპაუზებული კარიერა განაახლა. რათა კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაედგა მისი ბავშვობის ოცნებისკენ. ყოფილიყო ნომერ პირველი მებრძოლი მის ძმასთან ერთად. 5 თვის თავზე ილიას ჰოლთან გამარჯვების შემდეგ ალექსანდრე ოქტაგონს დაუბრუნდა. ლუკას ტარიას წინააღმდეგ. დიდი დრო არ დასჭიროებია, რომ თავი გამოეჩინა. ბრძოლის დაწყებიდან წუთიც არ იყო გასული, რომ ტარიასმა ქართველისგან საკმაოდ მძიმე დარტყმა გაატარა. ჩაიკეცა და ბრძოლა როგორც დამთავრდებოდა კი მიხვდებოდით.
ალექსანდრეს მატარებელი რელსებზე დაბრუნდა და გადაწყვიტა აქტიურად გაიგრძელებინა ბრძოლა. მან მალევე მიიღო ახალი გამოწვევა ალბერტო იბანეცის სახით, დაახლოებით 3 თვის შემდეგ ზემოთხსენებული ბრძოლიდან. ჩხუბი ზუსტად ისე დაიწყო, როგორც ამას ილია აკეთებს. იგივე დგომი, იგივე ტაქტიკა, დაკვირვება, შესწავლა და იმის ლოდინი თუ როდის დაუშვებს მეტოქე შეცდომას. თავიდან ალექსანდრემ რამდენჯერმე სცადა მძიმე მარჯვენის მორტყმა, თუმცა არ გამოუვიდა. აი დაახლოებით 1 წუთის შემდეგ კი იბანეცმა თოფურიების საყვარელი კომბინაცია გაატარა. ჩაიკეცა, ალექსანდრე ზურგი მისცა და ეს შეხვედრა წააგო. მას მომდევნოდა მთავარი გამოწვევა 2023 წელს. ფრანგი იოჰან სეგასის წინააღმდეგ ჰქონდა. მებრძოლის, რომლის ვიზუალიც გაფიქრებინებთ, რომ ვიღაცამ პირდაპირ ბრუსლის ფილმიდან გადმოისროლა ოქტაგონზე. თუმცა როდის იყო რომ კაც ბრძოლა შესახედაობით მოიგოს. ეგეთი გოროზის სახეა კვიტეკერსაც, მაგრამ კინახ ჩიმევმა რაც უქნა. ალექსანდრემ ჰაერში აიტაცა და მიწაზე დადო სეგასი და ბრძოლის ბოლომდე ადგომის საშუალება აღარც მიუცია. დაბლა მოიმწყვრია და იქამდე ურტყა, სანამ არბიტრს ბრძოლის გაჩერება არ აიძულა. ამ ჩხუბში ალექსანდრემ მისი მეხუთე გამარჯვება გაიფორმა MMA-ში. პარალელურად იგივე დროს მისი ძმა ილია კი ნომერ პირველი კონტენდერი გახდა UFC-ს ქვემსუბუქ ზონაში. სულ რაღაც რამოდენიმე კვირით ადრე, იქამდე სანამ ილია ქართული MMA-ს და მისი კარიერის ისტორიაში ყველაზე დიდ ბრძოლას, სატიტულო ბრძოლას გამართავდა ალექს ვოლკანოვსკის წინააღმდეგ, ალექსანდრემ თოფურიების მემკვიდრეობას კიდევ ერთი აგური შემატა და UFC-სთან კონტრაქტი გააფორმა. UFC 312 როგორც იქნა, ეს დღეს დადგა. იმ ღონისძიების პრელიმ ქარდზე, რომლის მთავარ ბრძოლაში დრიკუს დუპლესი ქამარს იცავდა შონ სტრიკლენდის წინააღმდეგ, ალექსანდრე თოფურიას ბრძოლა ჩაინიშნა ავსტრალიელი მეტოქის კოლბი თიქნესის წინააღმდეგ. თიქნესი ალექს ვოლკანოვსკის სპარინგ პარტნიორი გახლავთ. ამ ბრძოლას იგი დაუმარცხებელი ხვდებოდა. მისი სტატისტიკა MMA-ში 7-0-ზე იყო. ალექსანდრემ მთლიანი ბრძოლა ოლიმპიური სიმშვიდით ჩაატარა. გაწონასწორებული, ჭკვიანური და სწორი ტაქტიკით ძალიან მშვიდად და წყნარად მოიგო ეს ბრძოლა. მიუხედავად ამ გამარჯვებისა, მაინც გამოჩნდა ხალხი, რომელსაც მის ჩხუბთან პრეტენზიები აქვს. ამბობენ, რომ ეს ის არ იყო, რასაც მისგან ელოდნენ. ამბობენ, რომ ეს საკმარისი არ იყო. პირველივე ბრძოლაში, პირველივე რაუნდში ალბათ პირდაპირ თავის გახეთქვა და ნოკაუტი უნდოდათ. და საკმაოდ დიდი მოლოდინები შეიქმნეს. მათ შორის ძალიან ბევრი ქართველიც იყო. მე კი გავალ ბოლოსკენ და გეტყვით, რომ ალექსანდრე თოფურია მართლაც საჩემპიონო მასალაა. მისი ცოდნით, ძალით და გამოცდილებით. თანაც გვერდით ყავს ზუსტად მისნაირი უკვე ჩემპიონიზმა, რომელიც მას სატიტულო ბრძოლამდე მისვლაში აუცილებლად დაეხმარება. დღეისთვის კი სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ, გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო, ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ეპიზოდში.